პერუ შესაძლოა საქართველოს პარტნიორი გახდეს. საქართველოდან სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრება, რომელიც სამთავრობო დონეზე მოლაპარაკებებს გამართავს. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. სამხედრო აღლუმზე მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ უშუალოდ ზედმეტი ცერემონიების გარეშე გამოცხადდა. ის საქართველოს პრეზიდენტია, პატარა ქვეყნის, რომელიც მდებარეობს თურქეთსა და რუსეთს შორის და ერთდროს საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყანა იყო. სააკაშვილი ჩვენს ქვეყანაში პირველად არის და პრეზიდენტ იოანე უმალას გამოსვლის შემდეგ მოიხიბლა საქართველოს და პერუს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა. პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. მან ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის განვითარება, სიღარიბის აღმოფხვრა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენთვის ეს თემები მნიშვნელოვანია. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, პერუს და საქართველოს ბევრი აქვს საერთო და ორივე ქვეყანას შეუძლია გააღრმავოს ურთიერთობები, რაც პერუსა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოვა. ამ ორ ქვეყანას დიდი შესაძლებლობები აქვთ ბიზნესის გაღრმავების მხრივაც. შესაძლებელია თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და კომერციულ საქართველოს პირველმა პირმა დაგვარწმუნა, უახლოეს მომავალში გამოგზავნის დელეგაციას, რათა ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასევე შეისწავლის დიპლომატიური ურთიერთობების განვითარების და პერუში საქართველოს საელჩოს გახსნის შესაძლებლობას.